არასწორად გაავრცელეს მასალა. ქართული ოცნების მხარდამჭერი ქალი, რომელიც ხაშურაელი ამომრჩევლის მოსყიდვაში და დანაშაულის განმარტებას აკეთებს. ის აცხადებს, რომ ვაუჩერები გაჭირვებული ხალხისთვის გუშინ დაარიგა და არა დღეს, ისე როგორც ვიდეოს ავტორმა წარმოაჩინა. ცნობისთვის დღეს გავრცელდა კადრები, სადაც აღნიშნულ პიროვნებას სხვადასხვა კითხვებს უსვამენ. გაჭირებულ ოჯახებზე არიგებდით ვაუჩერებს. ეს კანონდარღვევა როა დღეს არიგებდით თან? დღეს კი არა. წამო. რა დღე? აბა როდის? გუშინ. ერთი ქალბატონი შემხვდა და მეუბნება რომ თქვენო არიგებდითო, ვინა ხართო, ჯერ მკითხა და უთხარი, მე თქვენ რა თქვენი საქმეა, მე ვინა ვარ. თქვენ ვარიგებდითო ვაუჩერებსო, ფულსო და ასე და არა მეთქი, მე ვთხარი მე ვარიგებდი წინა საარჩევნო სააგიტაციო მასალას. არასწორი გადაღება და გავრცელება მოხდა. უბანი გაიხსნა 7:15 წუთზე მოემზადა უბანი კენჭისყრისთვის, კენჭისყრა დაიწყო 8 საათზე ზუსტად, პირველი ამომრჩეველი 8 საათზე მივიღეთ. უბანი მოწყობილია ისე რომ ფარულობა იყოს დაცული, ყველამ თავისინება თავისუფლად გამოავლინოს, ამოიბეჭდა ნულოვანი ანგარიშები, როგორც ვიუაპარატიდან, ასევე ხმისმთვრელი აპარატებიდან, მაქსიმალურად დაცული არის ამომრჩევლის ნება. ანუ ხმისმთვრელ აპარატებზე დამატებით განთავსებული არის ზემოდან ქაღალდი, რომ არ გამოჩნდეს ბისმის წახმა და მაქსიმალურად დაცული არის. მშვიდად მიმდინარეობს პროცესი.